არსებობს ადგილები, სადაც დროის მდინარე თითქოს ნელდება, სადაც საუკუნეები ერთმანეთს ერწყმის და წარსული, ცოცხალ სუნთქვის მქონე ისტორიად იქცევა. საქართველოს გულში, ბორჯომის ხეობის ჯადოსნურ ლანდშაფტში, სადაც მინერალური წყლები სიცოცხლის ძალას აფრქვევს, მდებარეობს ასეთი ადგილი, რომანოვების სასახლე, რომელიც თითქოს მარადიულად ამწვანებულ ფოთლებს შორის ძველ საიდუმლოებებს ინახავს. რომანოვებს ბორჯომის ხეობა პირადი დასვენებისთვის მოეწყონათ და მას შემდეგ დაიწყო აქ ჩამოსვლა, სადაც მინერალური წყლები აღმოჩნდა და დაინტერესდნენ ამ უნიკალური წყლის თვისებებით და სამეფო დინასტიას ახლა ესეჭირებოდა ყოველთვის ასე იყო ოდითგანვე სასახლე. და მათ სწორედ ლიკანში, როგორც ამბობენ ამ ადგილზე ძველად იყო პურის, ასე ვთქვათ, ყანები, ეს უკიდიათ ადგილობრივებისგან და აქ ააშენეს შემდგომ ის ცნობილი რომანოვების სასახლე, რომელიც დღემდე არის ბორჯომში შემორჩენილი. საინტერესო იმ მხრივ არის ეს სასახლე, რომ პირველი ევროპული არქიტექტურული სტილია, მათ შორის მის მშენებლობაში და დაგეგმარებაში იყვნენ ჩართულები როგორც ევროპელი არქიტექტორები, ასევე მათ შორის მაშინდელი მეფის რუსეთის წარმომადგენლობიდან და პრაქტიკულად ევროპულ გემოვნებაზე ააგო, მათ შორის უნიკალური ბაღით, სადაც იმ პერიოდში მან გააშენა იმ მნიშვნელოვანი ჯიშის სცენარები, მათ შორის ცხოველებით ჩამოუყანია, როგორც ცნობილია, სანადიროდ და ამ მხრივაც განთქმული იყო ეს ადგილები და ნიკოლოზ რომანოვის საყვარელი ადგილი შეიქმნა. ამ სასახლესთან დაკავშირებით არის რამოდენიმე საინტერესო ისტორია. ერთი სიყვარულს უკავშირდება, რომელიც ნიკოლოზ რომანოვთან არის დაკავშირებული და მეორე მის გატაცებასთან, პეპლებთან დაკავშირებით. პირველი ეს არის პეპლები მას ძალიან უყვარდა და ამ მიმართულებით თურმე გარკვეულ სამეცნიერო ნაშრომებს ეცნობოდა და აგროვებდა სულ კოლექციებს და აქ როგორც ამბობენ დაახლოებით 2000-მდე სხვადასხვა სახის პეპელა დააჭერინა ამ ბაღებში და შემდგომ ამას ხატავდა თურმე და ნაწილს აფერადებდა აკვარელით, როგორც ცნობილია. მაგრამ ყველა საინტერესო გარდა ამისა, რომ მან 5 ტომეული შექმნა ამ მიმართულებით და აქედან 4-იო პეტერბურგის ზოოლოგიის ინსტიტუტს გადაცა, ერთი მათ შორის თბილისში ერთ-ერთ ინსტიტუტს საჩუქრად. მაგრამ საინტერესოა, რომ ამ სასახლის მეორე სართულზე არის ცნობილი ოთახი, პეპლების ოთახს უწოდებენ, სადაც როგორც ამბობენ, ყველა ის პეპელაა გამოსახული, რომელიც მას კოლექციაში ჰქონდა, ასე ვთქვათ, მოპოვებული. რაც შეეხება სიყვარულს, ნიკოლოზთან დაკავშირებით ცნობილია, რომ მას სიყვარულში, ასე ვთქვათ, შეუყვარდა თავისი ბიძაშვილი, დედის მხრიდან, რომელიც როგორც წესი, ახლა მართლმადიდებლური ერისთვის მიუღებელია და შესაბამისად ამ სიყვარულისგან გამომდინარე მას სული აღარ შეურთავს, მაგრამ შემდგომ შეყვარებია მისი, ასე ვთქვათ, სასახლის ერთ-ერთი მსახურის მეუღლე, ვარვარა რომანენკო, რომელიც როგორც ამბობენ უკრაინიდან, პოლტავიდან იყვნენ, წაღველში ჩამოსახლებულები და საკმაოდ ძაფრი ყოფილა მათ შორის სიყვარული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს დაბალი სოციალური წლის წარმომადგენელი იყო, ამ შემთხვევაში მხოლოდ ასე ვთქვათ, მათ შეუღლება არ მოხერხდა და ნიკოლოზის დარჩა ამ სიყვარულის ერთგული, როგორც ამბობენ ეს ქალბატონი 1959 წლამდე მსახურობდა ამ სასახლეში და ესე უყვარდათ ერთმანეთიო და ისე ვთქვათ გამიჯნურებულები იყვნენ რომანოვები და უბრალოდ ნიკოლოზ რომანოვი და ქალბატონი ვარვარა. სასახლე არის ძალიან უნიკალური თავისი ისტორიით. აქ ჩვენთვის ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ისტორიული ნივთი ინახება, ყოველ შემთხვევაში ამ წუთში არ ვიცი, ეს რამდენად ინახება, იმიტომ რომ სასახლე არ ფუნქციონირებს და ის საკმაოდ მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაშია. აქ ინახებოდა ნაპოლეონის ნაჩუქარი მაგი და ასევე სტალინის მიერ დაჭრილებული ლურსმები, პეტრე პირველის ნაჩუქარი ნივთები, ირანის შაჰის ნაჩუქარი, სხვადასხვა ძალიან ძვირფასი და ანტიკვარული ნივთები, მათ შორის ის ძვირფასი კოლექცია, რომელიც რომანოვებს ყოც გააჩნდათ. ასევე ცნობილია მაგალითად ეს რომ 11 ყარიშმა როდესაც საქართველოსთან საგანძური გაიტანა გადასარჩენად, გარკვეული ნივთები აქედანაც იყო წაღებული, მათ შორის ცნობილი ბიბლიოთეკა, რომელიც შემდგომ როცა ეს საგანძური საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა, ამ სასახლეს აღარ დაბრუნებია, ცნობილია რომ ის გადაცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, ეს წიგნი, ანუ რომანოვის დროინდელი ბიბლიოთეკა და საბოლოო ჯამში სამწუხაროდ დღეს ამ ნივთების არც სასავალ დასავალი ჩანს საზოგადოებისთვის ყოველ შემთხვევაში
ეს სასახლე საზოგადოებისთვის მიუწვდომელია. თავიც მე მიმეჩნია რომ ეს უნდა აღდგეს როგორც ისტორიული სიმბოლო, იმიტომ საქართველოს არ არის მდიდარი სასახლეებით. სულ რამოდენიმე სასახლე გავგაჩნია, მათ შორის გახლავთ ეს ლიკანის სასახლეც, რომელიც უნდა იყოს ეროვნული მნიშვნელობის საგანძურია და უნდა იყოს ერის და ქვეყნის სამსახურში. აქ ყოველი დეტალი, ყოველი მოჩუქურთმებული ხაზი, ყოველი ფანქრის მოყვანილობა მოგვითხრობს იმ ეპოქის მხატვრულ სიდიადესა და სიმდიდრეზე.